ცოტა უცნაური ვიდეო ბლოგი უნდა ჩავწერო ახლა. მე დავუკავშირდები პირველ ყოვლისა, ვეცდები დავუკავშირდე ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, მე მისი ტელეფონის ნომერი მაქვს. თუ ის არ აიღებს ყურმილს, მაღალი ალბათობით ასეც მოხდება. მე უკვე დავუკავშირდები პრემიერ-მინისტრად, რომ მუშაობს იმ ირაკლი კობახიძეს, მისი ტელეფონის ნომერიც მაქვს და თუ ირაკლი კობახიძეც არ აიღებს ყურმილს, ასე მაგალითად ვისი ტელეფონი მაქვს, მამუკა მდინარაძისაც მაქვს და თეა წულუკიანისაც. მოდი მამუკა მდინარაძეს კი თეა წულუკიანს ვცადოთ, რომ თეა წულუკიანს დავუკავშირდე. მაგრამ ჯერ დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილი თქვენის ნებართვით. მე ახლა აკრეფილი მაქვს უფრო სწორად და დავაჭერ, ოღონდ თქვენის ნებართვით ხმას ცოტა ჩაუწევ, იმიტომ რომ იცით თქვენ, რომ კანონის მიხედვით ეს უკანონო ჩაწერა, როგორც ასეთი, ისჯება და თუ მისი ხმა, ივანიშვილის ხმა ან ნებისმიერისა, ვისაც დავუკავშირდები, არ შემოვა, ამან შეიძლება გადამარჩინოს და ადმინისტრაციული სასჯელი, თუ სისხლის სამართალისა არა საერთოდ, ავიცილო თავიდან. მოკლედ, მე აკრეფილი მაქვს ნომერი და ვუკავშირდები ბატონ ივანიშვილს. 5-41 ფიგურირებს ეგ რა მაგის პასუხია. ან თავიდან უნდა ვცადო. ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფით, რეგისტრირებული არ არის. ალო, გამარჯობა. გამარჯობა, ბატონ ივანიშვილთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მინდა ლაპარაკი. ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი, მიცნობს კიდეც და ჩემს შესახებ მაღალი ალბათობით იცის. ირაკლი ტაბლიაშვილი. კითხვა მაქვს მხოლოდ და მხოლოდ. 1 ან 2 კითხვა, 3 წუთი მაქსიმუმ, 2 წუთი, 3 წუთი. კეთილი იბოდიშებთ. კარგით, მადლობა. ბატონ ივანიშვილის დივანმა აიღო, მაღალი ალბათობით დივანმა და მან მითხრა, რომ ბატონ ივანიშვილს ვერ გადასცემს ამ ინფორმაციას, მოკლედ ბატონ ივანიშვილს მე ვერ დავუკავშირდები და ვერ დაველაპარაკები. აკი გითხარით, რომ მეორე პირი, ვისაც სურს რომ დავუკავშირდე, ეს პრინციპში მოსალოდნელი იყო. მეორე პირი, ვისაც სურს რომ დავუკავშირდე, ეს არის ირაკლი კობახიძე. მისი ნომერი იყო 59910 და მე 4 რიცხვს აღარ დაგისახელებთ. და მე ვცდილობ ახლა ვეცდები მას დავუკავშირდე. ერთი კითხვა მაქვს სულ რაღაც გადის და არიღებს ბატონი კობახიძე. არიღებს. აღარ ვცადოთ, იმიტომ რომ მაღალი ალბათობით არ აიღებს, ის დაკავებული კაცია, პრემიერად მუშაობს. მესამე პირი, ვის დაგვირდით, დინარაძეს თუ წულუკიანს. – 59500 3 ნომერი მაქვს მისი. 59500 და ბოლო 4 რიცხვს არ დაგისახელებთ, ეს არის პირველი ნომერი. 57746 და ბოლო 4 რიცხვს არ დაგისახელებთ და 57723 და ბოლო 4 რიცხვს არ დაგისახელებთ და ნუ ერთ-ერთზე აი რა ვიცი რომელი აქვს ჩართული, მე რა ვიცი. ხო, მე არ მიგენ ლაპარაკია წლებია მასთან. დავუკავშირდეთ 57723-ზე ვურეკავ. თეა, გამარჯობა. ირაკლი ვარ ტაბლიაშვილი.
რამ დამარეკინა და ერთი კითხვა მაქვს. ერთი კითხვა მაქვს, ერთი. ისა თეა ერთი წუთი გენაცვალე რა, ისა უყვირე თანაპარტიელებს. გეკითხები კი არა, გეუბნები რომ ერთი კითხვა მაქვს და მინდა რომ დაგისვა ეს კითხვა და თუ გინდა რომ მიპასუხო, მიპასუხეთო და გათი შეყურბილი. ერთი კითხვა მაქვს, ერთი. კითხვა ისა თეა უყვირე პარტიის წევრებს და უწივლე და ისტერიკაში ჩავარდი, ვისთანაც გაგსვლია. კითხვას უპასუხებ, კარგი იქნება, არ უპასუხებ, ცუდი იქნება. მეტი რა გავაკეთო ეხლა? რა შეეხება, გეტყვი ეხლა რასაც შეეხება. აი ესეთი კითხვა მაქვს. შეეძლო თუ არა უკრაინას, აი თქვენ სულ ამტკიცებთ ამას, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აციდება. ასეა? ახლა მე მაქვს კითხვა, ხო, ამას სულ ამტკიცებთ და ეხლა გამიმეორე ეს პასუხი თუ არ შეწუხდები და მითხარი, შეეძლო თუ არა უკრაინას ომის თავიდან აცილება. შეეძლო თუ არა უკრაინას ომის თავიდან აცილება. 22 წლის 24 თებერვლამდე უკრაინას შეეძლო, გასაგებია რა საკვირველია გავიგე, რა საკვირველია შეეძლო, როგორ შეეძლო, შეგიძლია ეს მითხრა? ანუ თეორიულად საქართველოს წინააღმდეგ რო ყოფილიყო ეს კამპანია მანამდე რაც იყო, before ფრანგულად არ ვიცი. ისა მანამდე რაც იყო ეს კამპანია რო ყოფილიყო საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ აიცილებდით ომს და ყველა იმ მოთხოვნას რომელიც ჰქონდა რუსეთს და მეტნაკლებად ან სრულად ან გარკვეულწილად დააკმაყოფილებდით და შესაბამისად ომს აიცილებდით. ამას მოკლე პასუხი მინდა. მადლობთ. დაგებშვიდობები კიდევ ერთხელ, ხმას ნუუწევ. ისტერიკებში ხარ ეხლა და გთხოვ, ისა მოკლე პასუხით შემოიფა. მე ვესაუბრე თეა წულუკიანს. ბევრმა თქვენგანმა ხო ასე მიიჩნია. ან ბევრ თქვენგანს ხო მეგონა რომ მე ბიზინა ივანიშვილს ვუკავშირდებოდი. 8 წუთია გასული და 8 წუთია მე თქვენ გაბოლებთ. 8 წუთია მე თქვენ გატყუებთ. არავისთან, არც თეა წულუკიანთან, არც ირაკლი კობახიძესთან, არც ბიზინა ივანიშვილთან მე არ დამირეკავს. მე ამით უბრალოდ ვეცადე, აი 8 წუთი საკმარისია ალბათ იმისთვის რომ ერთგვარი როგორ ამბობენ ხოლმე ინტრიგა ჩამეგდო. ოღონდ ახლა უკეთესი ხმა რომ იყოს თქვენის ნებართვით მე ამ მიკროფონს ერთ ნაწილს აქ დავიმაგრებ, ისე სახელდახელოდ. და მეორე ნაწილს კი შევაერთებ ტელეფონში. და იმ სიტყვებს რომლებიც ბოლოს თქვი გავიმეორებ. მე ბევრ თქვენგანს ეგონა რომ მე ვესაუბრე თეა წულუკიანს, ან მცდელობა მქონდა დაუკავშირებოდი ბიზინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს. ის პერფორმანსიც თუ რა ვიცი, თამაშობაც რომ ვითომ თეა წულუკიანი წიოდა ან კიოდა, ესეც ჩემი მოგონილია სახელდახელოდ, ასე ვიტყვი. მე ეს ყველაფერი გავაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ მაყურებლის მნიშვნელოვან ნაწილს ან მოსწონებოდა, ან მაყურებლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩარჩენილიყო ამ ვიდეო კონტენტში და აინტერესებულიყო ამ ვიდეო კონტენტით და ჩვენ გვესაუბრა სერიოზულ თემაზე, სერიოზულ საკითხზე და ეს სერიოზული საკითხი არის შემდეგი. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდანაც სამწუხაროდ ასე ხდება, ასეთი რამ ისმის
დღენია და გამტკიცებს იმას, რომ რუსეთთან ომის თავიდან აცილება უკრაინას შეეძლო. ანუ ცხადია ისინი აღარ გულისხმობენ 24 თებერვალს, როგორც ასეც, როცა მოხდა უკვე თავდასხმა, ანუ ფუძულად მაღალი ალბათობით არ გულისხმობენ, ისინი გულისხმობენ მანამდელ პერიოდს, როდესაც რუსეთს ჰქონდა 1 2 3 ბევრი 7 10 15 37 მოთხოვნა, არა 37 არა, მაგრამ ბევრი მოთხოვნა. და თუ უკრაინა ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, ამ შემთხვევაში რუსეთი მას თავს არ დაესხმებოდა და ეს 3 წელიწადნახევარია, რომ მიმდინარეობს ის ომი და რომელმაც მართლაც შეიწირა ათობით ათასი უკრაინელი სადა ასობით ათასი რუსის სიცოცხლე, ამ რუსებს კი არ მივტიდი, მაგრამ უბრალოდ ავხსნი და ვიდ ამბობ, რომ ოკუპანტებიც დაიღუპნენ და ბევრნი არიან და ცნობებით, ერთი ცნობით და ბევრი ცნობით მილიონს გადააჭარბა მსხვერპლის რაოდენობამ რუსეთის მხარიდან ამ ომს ავიცილებდით თავიდან და ესეთი რომ ტრიალი და თავსატეხი მთელი მსოფლიოსათვის არ იქნებოდა. მაგრამ მე დიდი ხანია მინდა ამ თემაზე საუბარი და ახლა გავბედავ, იმიტომ რომ საღამოს კიდევ უფრო საინტერესო თემები გველის და ეს არ იქნება აქტუალური, ახლა დრო ვიხელთე და მე დავგუგლე, ყველას კი გვახსოვს, მაგრამ დავგუგლე რა იყო რუსეთის მოთხოვნები 2023 წლის ოქტომბრიდან, ნოემბრიდან, დეკემბრიდან, ვიდრე 2024 წლის თებერვლის 24-მდე და რა უნდა დაეკმაყოფილებინა უკრაინას, ზელენსკის მთავრობას, რომ ომს როგორღაც ასცილებოდა, ომი როგორღაც აეცილებინა, ესენი ქართული ოცნების ბანდა თითქოს ვინმე რამეს ეკითხებოდეს, არადა მიტყიპე და მიაგდე კამანდაა, ხო? სასტავია. არა მკითხე მე ამბეო, მიტყიპე და მიაგდეო ბანდა. ესენი ხომ იმას ამტკიცებენ, რომ შესაძლებელი იყო ომის თავიდან აცილება. ამერიკელებიც ამტკიცებენ, გარა არა, მაგრამ აი ისე ვერ გავთავხედით და ვერ ავიღე, თავიდანვე გამოჩნდებოდა, რომ ვიტყუები. ვერ დაურეკე, არ წარმოვაჩინე ისე, რომ თითქოს დონალდს ვურეკავ ტრამპს. Hello, ძინავს მაღალი ალბათობით ჩვენთან ახლა დილა ბიზნესა არ ძინავს. მოკლედ. ნახეთ რა წავიკითხე. Даначала таргми. Даначала специальной военной операции. Манам санам დაიწყებოდა специальная სამხედრო операция. Россия выдвигала ряд требований в Украине, которые можно охарактеризовать как попытку изменить геополитический курс страны и обеспечить безопасность российских границ. Am მოთხოვნების დასახდა ხასიათება შეიძლება ასეო, რომ გეოპოლიტიკური კურსი უკრაინის უნდა შეეცვალაო რუსეთსო და უნდა უზრუნველეყო რუსეთთან საზღვრების უსაფრთხოება. Ключевыми требованиями были гарантии внеблокового статуса Украины. ანუ თავარი 4 მოთხოვნა თუ არ ვწდები და ყველაზე დეტალურად ვილაპარაკოთ. თავარი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი იყო გარანტია, რომ უკრაინა არ შევიდოდა ნატოში და რაც როგორ ასაბუთებდა, ესეც გავიხსენოთ პრეზიდენტი პუტინი ამ ყველაფერს შლეგი ლიდერი, ამბობდა, რომ რამდენიმე წამი თუ წუთი თუ წამი სჭირდება იმ შემთხვევაში თუ ნატოში შევა უკრაინაო, რამდენიმე წამი სჭირდება თუ წუთი სჭირდება მოსკოვამდე იერიშის მიტანასო. და იქ რაღაც თავისი კალკულაციაც ჰქონდა, რომ რაღაც პირობითად 3 წუთსა და 14 წამში მოვა რაღაც არ ვიცი მე ვორონეჟამდე პირობითად ლაპარაკობ. რაღაც 4 წუთსა და 18 წამში მივა სადღაცამდე და რაღაც 5 წუთსა და 16 წამში მივა მოსკოვამდე და 6 წუთსა და 18 წამში აფეთქებს ერმიტაჟს. ერმიტაჟი არ უხსენებია, მაგრამ დაახლოებით ამ კალკულაციაში. ახლა, როდესაც ფინეთთან ნატოს საზღვარი აქვს, როცა ფინეთი შევიდა ნატოში, ხო არ შემცირდა, ან იგივე ხო არ არის ეს დროები. თუ უკრაინის შესვლა არ შეიძლებოდა და წარმოუდგენელი იყო ნატოში, ფინეთის შესვლა როგორ გადაუშვა სუსტმა და შლეგმა ლიდერმა და შლეგმა სახელმწიფომ.
ჰელსინკიდან ლენინგრადამდე აფრენა და ფრენას რაკეტისა თუ ბირთვული კობინისა ხო გაცილებით ნაკლები დრო უნდა ვიდრე კიევიდან მოსკოვამდე ან ვორონეჟამდე ჩასვლას ეს რო ვიკითხოთ უბრალოდ რეალურად რუსეთს არანაირი ნატოში უკრაინის შესვლა არ აინტერესებს და არც მომავალში დააინტერესებს რეალურად რუსეთს მიაჩნია რომ უკრაინა მისი ტერიტორია აკრაინა თუ გდებოთ ასე ვიტყვი მალორასიის სუბიექტია და იქ მთლიანად უკრაინაში უნდა გადავრცელდეს მისი გავლენები სხვა შორის ეს ჩემი ბოლო რემარკა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც რომ როდესაც რუსეთი დღეს ამბობს რომ მე გავაჩერებ დავასრულებ და აღარ დავესხმები სხვა დანარჩენ ტერიტორიას უკრაინისა ან ევროპას არ დავესხმები ეს ტყუილი და არსებითი ტყუილია როგორც კი რამ მიზეს რამ საბაბუკას იპოვის რუსეთი მისი ნებისმიერ ლიდერი განსაკუთრებით პუტინი ან მომავალი ლიდერი ივანოვი პეტროვი თუ სიდოროვი ისინი რას საკვირველია დაესხმებიან თავს სუსტს მასზე სუსტს და მეტი ლუკაშენკომ თქვა ადგრიზუთ წაღლეტენ ხო ჭამენ მის ტერიტორიას აბა თუ იმ ქვეყნისა და მათ შორის უკრაინისა. მოკლედ ნატოს ამბავი აბსოლუტურად ყურიდან მოთხრეული ამბავია, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებას კი ვკითხოთ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას რომელიღაც ეტაპზე ვინმე, მათ შორის რუსეთმა და პირველ ყოვლისა რუსეთმა და ერთადერთია რუსეთი, ვინც შეიძლება ეს გააკეთოს, რომ თქვას უარი თქვით ნატოზე. ჩვენ ასე ღიად ვიტყვით უარს ნატოზე? მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ აღარ გვექნება დაცვის ნატოსგან დაცვის არანაირი გარანტია ვინმე მეტყვის ეხლაც არ იცავს ნატო უკრაინასო და მე ვერ დავეთანხმები მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი არ არის უკრაინა მოცემულ ეტაპზე სწორედ ნატოელი პარტნიორები ეხმარებიან და საქართველომ რომ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და მაინც დაესხას თავს რუსეთი თეა წულუკიანო, რომელიც კიოდა, უნდა იცოდეს შენ, რომ ამგვარი დამცველიც კი არ გვეყოლება და ახლა ისმის კითხვა დაგვესხმება თუ არა თავს ნებისმიერ შემთხვევაში, რა საკვირველია დაგესხმება, იმიტომ რომ სულ მინიმუმ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო უკრაინის მიმართ დედასაიმასქნებელი რუსეთისა. ახლა მეორე მოთხოვნაზე ვისაუბროთ. ესე იგი, гарантии внеблокового статуса ანუ ნატოში არ შევიდესო, признание Крыма российским и демилитаризация Донбасса. ეხა ყირიმ 2014 წელს მიტაცებული Крым возвращается в родную гавань, ეს რო გამოაცხადა იმ შლეგმა დედასაიმასქნებელმა მეთქი მასეს ვიტყვი, რა საკვირველია. 2014 წლის მარტში დაუბრუნდა ბჭყალებში და საკვირველია წაღლიტა რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას. საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები შემოაგლიჯა და ყირიმი, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, სხვა თუ არაფერი, იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იდგა, თუმცა უკრაინელთა გარანტიითაც, მაგრამ მაინც წაართვა და წაღლიტა. აი ახლა 2022 წელს რუსეთი ითხოვდა რომ აღიარე ყირიმი ჩემს შემადგენლობაში. რას იზავდა თეა წულუკიანი არ ვიცი, არ მაინტერესებს. ირაკლი კობახიძეც არ მაინტერესებს, მამუკა მდინარაძე მით უმეტეს არ მაინტერესებს და რომელიმე რიგითი დეპუტატი უფრო არ მაინტერესებს. რას იზავდა პირ მშვენიერი მარიამ ქრივიშვილი, ესეც არ მაინტერესებს და რას იზავდა პირ არამშვენიერი რომელიმე მინისტრი, ესეც არ მაინტერესებს. ეხლა მე გეკითხებით, რაც იზავდა ბიზინა ივანიშვილი. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დააყენებდა მოთხოვნას, რომ აღიარე აფხაზეთი ჩემს შემადგენლობაში, ან აღიარე ცხინვალის რეგიონი, რომ სამხრეთ ოსეთს რომ შეცდობით უწოდებ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წინააღმდეგ შემთხვევაში მე შენ დაგარტყავ. თბილისი რას აკეთებს ამ შემთხვევაში? თბილისი რა გადაწყვეტილებას იღებს, რომ ცდილობდი კი არა, თამაშობდი, რომ დავკავშირებოდი ბიზინა ივანიშვილს. მართლა რა უნდა ვუკავშირდებ? კითხავ, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი მოითხოვს ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარებას და საქართველოს მიერთებას ვენესუელის, რუსეთის, ტუვალუს, ნაურუს მე მგონი აღარცა აქ ან პირიქით რა მნიშვნელობა აქვს? ამ ქვეყანათა რიგში რომ აღიარონ მან საქართველომ
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. საქართველოს დე-ფაქტო მმართველია, ქვია, მაგასაც არ ვიტყვი, მმართველო. ან ჩრდილოვანო მმართველო ბიზინა ივანიშვილო, შენ სკობახიძეს ამ მარიონეტებს რას ეთქვი? აღიარეთ, ოღონდაც კი არ დაგვესხას რუსეთი თავსო? არა, მე გეტყვით, რომ ამას იტყვით, თქვენ უბრალოდ მაყურებელს მოხსნით, რომ ესენი ამაზე წამსვლელებიც არიან და უკრაინა თავმოყარე სახელმწიფო და თავმოყარე ხელისუფლება ბუნებრივია ვერ გარიცხავდა და არ იზამდა იმას, რომ ყირიმი თავად ეღიარებინა რუსეთის შემადგენელ ნაწილად, ეს იქნებოდა ხარაკირი და დანგრევა უკრაინისა. სახელმწიფოს გაუქმება იქნებოდა. მესამე მოთხოვნა. Признание Крыма российским, ეს გითხარით. И также, и демилитаризация Донбасса. აფხაზეთი განვიხილეთ. ეხლა რუსეთმა რომ დაუშვა სამგვარი მოთხოვნა. სამეგრელოსა და გურიაში რამდენადაც სამეგრელო ესაზღვრება თუგდება სხვადასხვა თვითყვი. სამეგრელოსა და აჭარაში რამდენადაც სამეგრელო და აჭარა მნიშვნელოვანი რეგიონებია თქვენთვის მოხდეს ამ რეგიონების სრული დემილიტარიზაცია. სამეგრელო იმიტომ არის ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ესაზღვრება საერთოდ აფხაზეთს და გვეშინიაო რუსეთმა რო თქვას, რომ თქვენმა ტანკებმა რომელიღაც ეტაპზე არ გადაკვეთონ ენგურის ხიდი და არ შეიჭრან სამეგრელოშიო, ამიტომ მოვითხოვთ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგარტყავთ. რა უნდა ქნას თავმოყარე ძლიერი სახელმწიფოს რომელიმე ლიდერმა ბიზინა ივანიშვილზე, რომელთანაც ვითომ ვრეკავდი არ ვლაპარაკობ. ვითომ მდივანს რო ველაპარაკი და მხოლოდ იმიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი, რომ თქვენ ამისთვის მოგესმინათ, რასაც ახლა ვლაპარაკობ. რაზეც ახლა ვლაპარაკობ. დიახ, ბიზინა ივანიშვილი იქნებოდა თუ ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი თუ ნებისმიერი სხვა ხელისუფალი, ისინი რასაკვირველია იტყოდნენ, რომ დიახ, აი სენაკის ბაზა მაგალითად დაიშალოს. გადმონაწილდეს აღმოსავლეთ საქართველოში იქ მომსახურე რამდენიმე ათასი ჯარისკაცი. რომელიღაც ეტაპზე კახეთში დაიშალოს რო თქვას ბიზინა ივანიშვილმა, კახეთის რეგიონშიც მოხდეს კახეთის რეგიონის დემილიტარიზაციაო, ამ შემთხვევაში რა შვებით? რაც იზამდით. ხო, მე დარწმუნებული ვარ, რომ თეატრულოკიანი იქნება თუ მამუკა მდინარაძე სიამოვნებითაც აწევენ ხელს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ჯარი გაუქმდეს, მაგრამ მე ვკითხულობ, რა უნდა ქნას პატიოსანმა თავმოყარე და სუვერენული ქვეყნის სუვერენულმა მმართველობამ. რომ წაგიღლეტია თუ წაგიგდიათ ეს ენა და ამბობთ რუსკრაინას შეეძლო ომის აცილება, როგორ უნდა მოეწერა ხელი? თქვენ ამას ამბობთ, რომ თქვენ რამე რომ ყოფილიყო მოაწერდით ან მომავალში მოაწერთ ხელს? მეტი კი არაფერი არის საქართველოს ღალატი. განვაგრძოთ. მეოთხეა. Признание Крыма российским и демилитаризация Донбасса, а также прекращение дискриминации русскоязычного населения. რომელიღაც ეტაპზე რუსულენოვანი მოქალაქეობის დისკრიმინაცია ხდება თქვენს ქვეყანაშიო, რომ შემოუთვალონ, აღარ გავახსენოთ ეხლა ზულუკიანი, ხო? გია ვოლსკის, არა, ვოლსკის არა. ვოლსკი ვერ დაასაბუთებს საპირისპიროს. ვინმეს ირაკლი ზარქუას ის მით უფრო ვერ დაასაბუთებს საპირისპიროს, მაგრამ მაინც ირაკლი ზარქუა წინააღმდეგასაც ვერ წაითხოვს, არა, უკაცრავად. მიხეილ ყაველაშვილს რომ შემოუთვალონ, რომ თქვენთან ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაცია. და ეს უნდა შეწყვიტოთ. მიხეილ ყაველაშვილმა რა უნდა ქნას? რას იზამს, მე გეტყვით. მართლაც აღმოაჩენს მისი სამართალდამცავი სტრუქტურა ვიღაც 217 ან 217 ადამიანს, რომელიც ავიწროებს რუსულენოვან მოქალაქეებს, მაგალითად ტურისტებს დროებით ან სამუდამოდ ჩამოსულებს, ან ისედაც საქართველოში ისედაც მყოფ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებმაც სამწუხაროდ სახელმწიფო ენა არ ან ცუდად იციან და უფრო ხშირად საუბრობენ რუსულად, მეტყველებენ რუსულად და პაკაზაწილნი ალბათ საჩვენებითად ეტყვის, რომ მაგე ჩვენ ის ადამიანები დავსაჯეთ, ვინც რუსულენოვან მოქალაქეებს ვიწროებდაო. ასე არ არის? ან რიოხანაშვილი იზამს ამას, ან რაგვარია ეს ახალი მინისტრი. ხაბეიშვილი უცნაურად უწოდებს ხოლმე, მაგრამ მე ის რასაც უწოდებს, როგორც უწოდებს ხაბეიშვილი, ის ვერ დავიმახსოვრე ჩემ და სამწუხაროდ. არა, ამას არ იზამენ, მაგრამ როგორ დაასაბუთებენ ისედაც სიგიჟეს
სიგიჟე თემას, რომ არანაირი რუსულენოვანი მოქალაქეების შევიწროება არ ხდება. ამას როგორ იტყვიან? და რუსეთი მთქმელია ამისაც, ისევე როგორც მომთხოვნია იმის, რომ სამეგრელოდან გავიდეს სენაკის ბაზა. რუსეთი მომთხოვნია იმისა, რომ საქართველოს ღიად თქვას უარი ნატოში გაწევრიანებაზე. ბოდის ვიხდი, როგორ იტყვით უარს? როდესაც სუვერენული ქვეყნის სუვერენულმა საზოგადოებამ 2008 წლის იანვრის დასაწყისში თქვა, რომ ჩვენ გვინდა საქართველო იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, თქვენ ასე ერთი ხელის მოსმით აქაო და რუსების გვეშინიაო და რომ ომს უნდა ავწდეთ და ომი უნდა ავიცილოთო, თქვენ ამ რეფერენდუმის შედეგებს დახევთ, ამით ხო კონსტიტუციას დაარღვევთ რეალურად. აქვე ვიტყვი მათ გასაგონად, რომ რუსეთი ამ 4 მოთხოვნას თუ დაუკმაყოფილებ, კიდე შემდგომი 4 მოთხოვნა ექნება. მაგალითად, რომელიღაც ეტაპზე, არ ვიცი, 257 ოთხეული შეიძლება გამოიყურებოდეს ასე. თეა წულუკიანის თუ არ შეჭამს მამუკა მდინარაძეს, პირდაპირ მნიშვნელობით ჭამაზეა ლაპარაკი და არ მოტრირებ, ამ შემთხვევაში დაგესხმებით თავსო. თეა წულუკიანი ამ შემთხვევაში შეჭამს მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით და მოთხოვნით ომს ხო უნდა ავწდეთ, რა საკვირველია, მაგრამ რომელიღაც ეტაპზე მაძღარ თეა წულუკიანს საკუთარი მშობლის შეჭმას, მშობელი არ ვიცი, ვინმე შეჭმას, ოჯახის წევრის შეჭმას რომ სთხოვენ, ამაზეც წავა, რა საკვირველი არ წავა. მე გეტყვით, რომ 298 შემთხვევაში და ამას რა საკვირველი ამასაც ვუტრირებ მართლა მოსკოვიდან ეს ხო არ გაისმებ რომელიღაც ეტაპზე რომ ჭამოს თეა წულუკიანმა თუ გავარებოთ თეა წულუკიანს ჭამოს აგვარია რომელიმე მათგანი არც ვიცი მათი გვარები დიმიტრი სამხარაძემ ბავშვებიო ასეთი მოთხოვნები ხო არ იქნება მაგრამ მე გეტყვით რომ ყველაზე უფრო არასწორი და ყველაზე უფრო შეუსრულებელი მოთხოვნები იქნება წამოყენებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან თუ მათ მოინდომეს და საქართველოს დანგრევა როგორც ასეთის გადაწყვიტეს უკრაინის დანგრევა 2022 წლის თებერვლის 24-მდე გადაწყევეტილება მიღებული იყო და მე ახლა აღარ ჩავძვრები იმ წყაროებში რომლებიც გვიდასტურებენ და ისედაც უნდა გახსოვდეს რა მობილიზაციას ახდენდა რუსეთის ფედერაცია თვეების განმავლობაში შეერაღებული ძალებისა უკრაინის საზღვარზე, როდის შეიჭრა ის და როდის სადა დანგრევა უკრაინის 2014-საც არ გავიხსენებ და თუნდაც 22 წლის თებერვლამდე არსებულ პერიოდს, მაგალითად 2021 წლის ოქტომბერს, ნოემბერს და ასე შემდეგ. ბოდის ვიხდი შესაძლოა ვიდეოს ასაკში მე 23 წელს ვახსენებ და მთლად ან შესაძლოა არ მახსოვს 30 წუთია ლამის გრძელდება ეს ვიდეო. ეს დღევანდელი აქაური ხელისუფლება კოლაბორანტი ხელისუფლება რო არის, ყველაფრიდან ჩანს. ახლა რომელიმე მათგანი მე მომედავებადან მეტყვის ტრამპიც ხომ იგივეს ამბობსო. ტრამპი დიდი მოთამაშე, დიდი ქვეყნის, ყველაზე ძლიერი ქვეყნის მოთამაშე სულ სხვა კონტექსტში ამბობს ამას. ტრამპი ამბობს, რომ ის ისეთი მოქნილი იქნებოდა, რომ რუსეთი ვერ გაიტანდა საკუთარ მოთხოვნებს და ვერ უკარდახებდა ვერც ვერავის მანამდე თამაშის იმ წესებს, რომლებიც მან, ანუ რუსეთმა უკარდახა უკვე შემდგომ უკრაინას. და ბაიდენი იყო იმდენად სუსტი და ჩემზე სუსტიო, ანუ მე ძლიერი ვარ და ის კი სუსტი იყო, რომ ბაიდენის პირობებში გაბედა ამ მოთხოვნების წამოყენება რუსეთმა. და შესაბამისად ბაიდენის პირობებში გაბედა მან თავდასხმა. მე ისეთი პასუხი მექნებოდა რუსეთისთვის ამგვარი მოთხოვნების გახმიანების, გაჟღერების, გასაჯაროების შემთხვევაში, რომლის შედეგადაც 24 თებერვალი როგორც ასეთი არ დადგებოდაო, ანუ სხვაობას ხედავთ ჩემს ანალიზსა და თეა წულუკიანის ანალიზს შორის, მამუკა მდინარაძის ანალიზს შორის, უკაცრავად თეა წულუკიანზე გამახსენდა ხელის მოსაკიდებელი არ დარჩა ზელენსკისო. ხელის მოსაკიდებელი ის არ დარჩა. ეს პირდაპირი მნიშვნელობით თუ ვილაპარაკებთ. ან ვის არ დარჩება პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით თუ ვილაპარაკებთ, ამას გაჩვენებთ უახლოეს ხანებში. უახლოეს ხანებში მაინც და მაინც ხვალ ზეგ მაზეგ კი არა, გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს იყო ჩემი ვიდეო ბლოგი. ესენი, ანუ ქართული რუსული ოცნება, ქვეყნის ჩაბარებას აპირებს
ქვეყნის გაუქმებას აპირებს, იმიტომ ან იმ მიზეზით, ან იმ საბაბით, ან იმ ახსნით, ან იმ არგუმენტაციით, რომ აქაო და აი ამ ცენტრალურ, აი ჩემგან მარჯვნივარი, ცენტრალურ გზატკეცილზე ტანკმა არ გამოიაროს. დიახ, ტანკმა არ უნდა გამოიაროს, სასაკვირველია. მაგრამ ვერანაირი წინასწარი, კომპრომისული, კონფორმისტული ნაბიჯები ვერ იხსნის საქართველოს თუ რუსეთი გადაწყვეტილებას მიიღებს იმის თაობაზე, რომ შემოიჭრას და ტანკი გამოატაროს მცხეთა თიანეთის გზატკეცილზე. აი აქ მცხეთასთან, უფრო ზუსტი რო ვიყო ჩემგან ხელმარჯვნივ, მცხეთა თიანეთის გზატკეცილი ალბათ სწორი არ არის. მცხეთასთან ცენტრალურ მაგისტრალზე. ჩვენ გვიხსნის მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერა. საერთაშორისო მხარდაჭერა. ისევე როგორც უკრაინა იხსნა, ნახეთ როგორ ვიტყვი, იხსნა საერთაშორისო მხარდაჭერამ და შემართებამ რასაკვირველია უკრაინელებისა. იმიტომ რომ უკრაინას რომ არ ჰქონოდა საერთაშორისო მხარდაჭერა, დღეს უკრაინა აღარ იარსებებდა. უკრაინა უფრო დანგრეული კი არის, უფრო გამარჯვებულია, თუმცა რასაკვირველია, მოვერანებულია რუსი ოკუპანტების მიერ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და მოკლულია ბევრი ადამიანი, ათობით ათასი, მაგრამ თუ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ როგორც ასეთზე, დიახ, უკრაინა გადარჩენილი სახელმწიფოა. ფინეთი, რომელსაც ომი ჰქონდა 30-იან წლებში, გადარჩენილი სახელმწიფოა, აყვავებული სახელმწიფოა. ეს უკანასკნელი წინადადება მე შემთხვევით არ ვიხსენებია. არა, იმიტომ რომ ლექციის ჩატარებას ვაპირებ ახლა ვინმესთვის თემაზე, როგორ გადარჩა ფინეთი გასული საუკუნის 30-იან წლებში, როგორ არის ის სახელმწიფო და ახლა უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოც. არ მიხსენებია ეს უკანასკნელი წინადადება შემთხვევით, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მეც კი შეიძლება მომიწიოს ერთი მნიშვნელოვანი ხაზის გატარება და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ახსნა, როგორ უნდა გადარჩეს საბოლოოდ, როგორ უნდა გადარჩეს დედასაიმასქნებელი ქვეყნის მიერ, ანუ რუსეთის მიერ, რომელიმე იერიშ მიტანილი ქვეყანა. ნახვამდის.